თქვენ უყურებთ მე-9 საათზე ჩვენი მოსმენა ასევე შეგიძლია რადიო უცნობზე FM 98. ბარაკ ობამა თეთრ სახლში დარჩა. მომრჩეველთა კოლეგიის 303-ის ხმა საჭირო 270-ის ნასვლას. ჯერ ფლორიდას მონაცემები შესული არ არის. ასეთ გამარჯვებას დემოკრატები ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი არ ელოდნენ. მით რომნიმ დამარცხება ეგზიტ პოლების გამოქვეყნებისთანავე აღიარა. CNN, Fox, ABC, NBC საქართველოს დროით დილის 8 საათზე ამ ტელეკომპანიებმა ბარაკ ობამა ერთმანეთის მიყოლებით გამარჯვებულად გამოაცხადეს. იმავე ეგზიტ პოლებით გაირკვა, რომ ობამას ამ მომრჩევლის 55% ქალია. მას ხმამისცა 5 წლამდე მოქალაქეების უმეტესობამ და მათმა დიდმა ნაწილმა, ვინც ქალაქებში ცხოვრობს, შესაბამისად წაგებული რომნის მხარეზე იყო მამაკაცების დიდი ნაწილი, ხანში შესული ადამიანები და პერიფერია. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბარაკ ობამამ ამერიკელებს ჩიკაგოდან მიმართა. პრეზიდენტი ამ მომრჩეველს დაპირდა, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად ერთად გააგრძელებენ მუშაობას. მივიღეთ თუ არა თქვენი ხმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე თქვენი მესმოდა. მე თქვენგან სწავლობდი და თქვენ უკეთეს პრეზიდენტად მაქციეთ. თქვენი ისტორიებით და თქვენი ბრძოლით თეთრ სახლში უფრო მოწადინებული, უფრო შთაგონებული მივდივარ. თქვენ აგვირჩიეთ არა ჩვენი, არამედ თქვენი სამსახურისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები საგადასახადო სფეროში, მიგრაციის საკითხში. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულები. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გაიმარჯვა ფლორიდაში. სამხრეთის შტატ საარჩევნო კოლეგიაში 27 დელეგატი ჰყავს. ფლორიდაში კონკურენტებმა ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს. ტელეკომპანია CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, ობამა რომნის სულ რაღაც 30,000 ხმით წინ უსწრებს. საბოლოო შედეგის გამოცხადებამდე ბარაკ ობამას გამარჯვება უკვე მიულოცა მითხრობდი. ახლა დაურეკე პრეზიდენტ ბარაკ ობამას და გამარჯვება მიულოცა. დღევანდელი ეპოქა დიდი გამოწვევა ამერიკის და მე ულოცულობ, რომ პრეზიდენტმა წარმატებას მიაღწიოს. ბარაკ ობამას წარმატება უსურვეს მსოფლიო ლიდერებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ობამას წერილი სოციალურ ქსელ ტვიტერში გაუგზავნა. მოგვიანებით განცხადება დევიდ კამერონმა იორდანიაში, სირიიდან დევნილთა ბანაკში გააკეთა. მინდა მივულოცო ბარაკ ობამას ხელახალი არჩევა. ამ წლებში მასთან დიდი სიამოვნებით ვთანამშრომლობთ და მსურს ერთად გავაგრძელოთ საქმეები. ჩვენ ბევრი პრობლემა უნდა გადავჭრათ, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ბარაკ ობამას ხელახლა გაპრეზიდენტებას ულოცავენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები ავღანეთსა და ერაყში. ამერიკელებმა ავღანეთისთვის დიდი მსხვერპლი გაიღეს. პრეზიდენტმა ობამამ დიდი საქმე გააკეთა ამერიკასა და ავღანელ ხალხს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად. გამარჯვებულ პრეზიდენტს წინ მძიმე სამუშაო აქვს. შეერთებულ შტატებს $1 ტრილიონი დეფიციტი და 16 ტრილიონის შიდა დავალიანება აქვს. ბარაკ ობამას მთავარ გამოწვევად ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას პირდაპირ ეთერში თვალს ქორთიარდ მერიოტში წადევნებდნენ, სადაც საელჩომ საარჩევნო წვეულება გამართა. მიღებაზე ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების გარდა ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული. შეკრებილებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მიმართა. საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატოს წევრი, სურვილს ჰქონდეს მეტი ეკონომიკური ზრდა, მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყანამ იცხოვროს კეთილდღეობით, ამერიკა მომავალშიც მხარს დაუჭერს. ამერიკის შეერთებული შტატების განწყობა ამასთან დაკავშირებით არ შეიცვლება. ამერიკაში არსებობს მტკიცე და მყარი რწმენა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი, განსაზღვროს ის მოდელი, რომელიც მისთვის მისაღებია. რაც შეეხება დემოკრატიულ მმართველობას, ეკონომიკურ მოდელსა და უსაფრთხოების სისტემის მოწყობას, საქართველოშიც ახლახან ჩატარდა არჩევნები და მოხარული ვარ, რომ ამერიკელებს დღეს ქართულ მეგობრებთან ერთად შეგვიძლია გავიზიაროთ საპრეზიდენტო არჩევნების ამაღელვებელი მომენტი. ულოცოთ ბატონ ობამას გამარჯვება. მე ვფიქრობ, რომ ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის გაღრმავდება. წელს დემოკრატების წელიწადია, ჩვენი სახელშიც, როგორც იცით, ძირითადად იყო დემოკრატიული საქართველო და ფერებსაც შეხედეთ. ლურჯი ფერების წელიწადია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოახერხებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობას ჩვენს ყველაზე დიდ მეგობართან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე მინდა მიულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტად ობამას არჩევა ხელახალ ასე ვთქვათ ვადით. ეს საქართველოს ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობებში პოლიტიკაში რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ შეცვლიდა სხვა შედეგით რომ დამთავრებული იყო ეს არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს
სტრატეგიული ურთიერთობის ქარტია, ჩვენი ურთიერთობა არის ინსტიტუციონალიზებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია საქართველოსთან დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა სხვა პრეზიდენტი რო ერჩიათ, თუმცა ბუნებრივია ჩვენი ურთიერთობების სტაბილურობისთვის, ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, ის რო ადმინისტრაცია, რომელიც გვიცნობს, რომელმაც იცის კარგად საქართველოს რჩება, ბუნებრივია პოზიტიურად აისახება ჩვენი ურთიერთობები.